ისევ პირდაპირ ეთერში ვართ. ისევ საჭირო თემებით ნამდვილად და ეს თითქოს ყბადაღებულ თემად იქცა უკვე, რომ აი გენმოდიფიცირებული პროდუქტი, გენური ინჟინერით გამოყვანილი ვაშლი, კომპოსტო, სიმინდი და ასე და ასე შემდეგ. სრულიად უარყოფითი დამოკიდებულება, კონკრეტულად ახლა ვაშლი, კომპოსტო და პორტოხალი ახლა გავარკვევთ, მაგრამ ზოგადად გენური ინჟინერია არის კაცობრიობის მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა და გადადგმული პროგრესისკენ ნაბიჯი უდიდესი. როგორც ყველაფერს ახალს ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუკრავს, რა თქმა უნდა, თან ახალს ძალიან ბევრი შეკითხვა, თავისი გვერდითი მოვლენები და მოდით ერთად გავარკვევთ. ჯერ ეს ერთი პირველი შეკითხვა რაც მე ვადება, ეს გენური კაცრავად ინჟინერია მე მგონია რომ ცოტა ძვირი ფუფუნება უნდა იყოს, ხო და ასეთი ძვირი ფუფუნებით გამოყვანილი პროდუქტები ჩვენ ბედკრულ ქვეყანაში შემოდის საერთოდ. ეგეც საინტერესოა და მე სხვათა შორის როცა ვამზადებთ თემას წავიკითხე რომ გენური ინჟინერია არ გამოიყენება მხოლოდ სოფლის მეურნეობაში. ამოვიკითხე რომ თურმე მედიკამენტების დასამზადებლადაც საკმაოდ ფართედ გამოიყენება და ამოვიკითხე ისიც რომ 2050 წელს სამყაროში იქნება იმდენი ადამიანი რომ სოფლის მეურნეობის ის რესურსი, რომელიც არსებობდა აქამდე, უბრალოდ ფიზიკურად აღარ გვეყოფა და გენური ინჟინერით გამოყვანილი პროდუქტები სწორედ გამოყვებავს რეალურად, მარტივად რომ ვთქვათ, იმ რაოდენობის ადამიანს, რომელიც იქნება ამ დროისთვის. ასე რომ მე შევეცადე რაღაც დადებითი დამენახა და ვნახოთ. ხო, როგორც შევეცადეთ რომ ფრონტით გამიურჩი გარკვეული ყავით, მოდით ამ პრობლემაშიც გავერკვიოთ და არ ვიყოთ ხოლმე ასე ჭორების ანაბარა, ვთქვათ. ხო, ჩვენი საზრებების ანაბარა, ხო. გიორგი მაგრაძე, საქართველოს წვანთა მოძრაობის პროგრამების მენეჯერი და დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. კიდე სწრაფად გითხოთ, მოგზანდით. არ დავკარგოთ დრო. სალამი, მოგზანდით. მოდი გვანცე შენ თუ კარგად კიდე სალამი. ქალბატონო დიანა და ბატონო გიორგი და გაგვარკვევთ ახლა მე ჯერ აი თქვენი რეგალიების წაკითხვით ვერც მივხვდი ვთქვათ რომელი შეიძლება იყოთ ოპონენტი ამ გენური ინჟინერის რომელი მომხრე შეიძლება ორივე ერთ მხარეზე ხართ და ამიტომ ახლა თქვენი საუბრიდან გავარკვევთ ამას აგვიხსენით გენური ინჟინერიის მექანიზმი და მოდით რა კი დღეს საკვე პროდუქტზე ვლაპარაკობთ საკვები პროდუქტების მიმართ ზოგადად რა არის და თქვენ როგორ გონიათ საზოგადოებას აქვს თუ არა სწორი დამოკიდებულება ხო გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიმართ. დიდი მადლობა უბრალოდ ყოველისა მოწვევისთვის მოგესალმებით მე ვისალმები ტელემაყურებელს ამ საკითხზე საკმაოდ დიდი ხანია ვსაუბრობთ არაერთ გადაცემაში არაერთ ტელევიზიაში ინფორმაცია მაგრამ მიუხედავად ამისა მე მგონი ინფორმაცია მაინც სავსებით ზუსტი არ აქვს მოსახლეობას, იმიტომ რომ აი ბოლო დროს მაინც განსაკუთრებულად უფრო შიში დაიმზირება, როცა ვუყურებთ რას საუბრობენ თქვენი მაყურებლები, სხვადასხვა გადაცემებში ძირითადად არიან ძალიან შეშინებულები. სწორედ იმიტომ რომ ალბათ არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას. ან იციან ყველაფერი კარგად და ამით არის ეს განპირობებული. საკითხი ძალიან სადაოა და მრავალი უნდა გვიშინოდეს ისიც რა ხა შიშით კი არ უნდა გვეშეხო შიშით რომ შეპყრობილები გავხდეთ ამით დადებით არაფერს არ მოგვიტანს კარგად უნდა გავიაზროთ გავიგოთ რა არის და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება უნდა ეს პროდუქტი თუ არ გვინდა უნდა მივიღოთ არის საშიში თუ არ არის საშიში არის მავნე თუ არ არის მავნე ხო ზოგადად აი მარტივად გეტყვით სოფლიოში მეცნიერთა აზრი ზუსტად თანაბრად არის გაყოფილი შეიძლება ითქვას 50% თვლის რომ არაფერი პრობლემა არ არის ამ ორგანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით მეორე 50% კატეგორიულად უარყოფს მათ გამოყენებას ანუ ჩემი და გიორგის პოზიცია მე მგონი ეხლა შემიძლია დაგიფიქსიროთ რომ არის უარყოფითი ამ ორგანიზმების გამოყენების მაგრამ ასაკურველი არაცალსახად დიახ გარკვეული დაშვება ყველა მოვლენას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი
მხარე ხო? კარგი, მაშინ მექანიზმი ავხსნათ ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ თქვენ რა ახსენეთ, რომ შიშიაო, ეს შიში არის იმ წარმოდგენების ხარჯზე, რაც შეიძლება მაყურებელს არასრული ცოდნის გამო გქონდეს. ამიდორში გამოყენებული არის ზვიგენის გენი და რო შევჭამ ზვიგენად გადავიქცევით. აი მარტივად რომ ვიქცევით. ასეთი ინფორმაცია მე მგონი არ არის არასოდეს არ. ჩვენ კი არა, მაგრამ წარმოსახვა ასეთ სურათს გვიხატავს ჩვენ, ხო? მე ჩვეულებრივ მოვტავ ადამიანს, რომელსაც სალატს ვაკეთებ, მე რომ მეუბნებიან, რომ ამ პამიდორში ზვიგენის გენია გამოყენებული, ხო? მილიონი არასწორი შეკითხვა შეიძლება გამიჩნდეს და მოდით გავერკვიოთ. ჯერ ერთი ცოტა ახალია. იყოს იყო ვეშაპი, რა ვიცი, ხურდღელი იყოს თუნდაც სრული. ბაშლი იყოს. ხო, და ასე შემდეგ. მექანიზმი მექანიზმი არსებობს ბუნებრივი პამიდორი. დიახ, მექანიზმი არის ასეთი, რომ რომელიმე ცოცხალ ორგანიზმის დნმ-ის მოლეკულაში, ანუ იმ მოლეკულაში, სადაც რომელიც განსაზღვრავს გენეტიკურ ინფორმაციას ამ ორგანიზმის, გადააქვთ უცხო ორგანიზმის რაიმე გენი, რომელშიც რაღაც თვისება არის, რაღაც თვისების განმაპირობებელი. მაგალითად, პომიდორისთვის რომ მიენიჭებინათ ყინვაგამძლეობა და ყინვიან პირობებშიც მოსულიყო ეს პომიდორი, გადაიტანეს რომელიმე ჩრდილოეთის ოკეანის თევზის გენი. თევზის გენი მაგალითად, ანუ ის გენი იპოვეს, რომელიც განსაზღვრავდა თევზის გამძლეობას დაბალი ტემპერატურებისადმი და გადაენერგეს ეს პომიდორის გენში. რა თქმა უნდა, აქ პროცესი ასე მარტივი არ არის, საკმაოდ რთულ პროცედურასთან გვაქვს საქმე. გარდა ამ თევზის გენისა გადაინერგება ხოლმე სხვა გენებიც, ეგრეთ წოდებული მარკერი გენები, რომლის საშუალებითაც ხდება შემდეგ შემოწმება, მართლა ჩაინერგა თუ არა ეს გენი ამ დნმ-ის მოლეკულაში. და ანუ მთელი კომპლექსის გადანერგვა ხდება. ახლა რა არის სათუო და ეკის თვალის რატომ უნდა შევხედოთ ამას? თუნდაც ტექნოლოგია საკმაოდ სრულყოფილი იყოს, არ არის, თუმცა ეს ტექნოლოგია საკმაოდ სრულყოფილი და იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დნმ-ის მოლეკულის რომელ ნაწილში ჩაინერგება ეს გენი, იმიტომ რომ გენები ასე იზოლირებულად არ გამოხატავენ თავის თავს და არ გამოვლინდებიან. ისინი სხვა გენებთან ურთიერთობაშიც სხვადასხვა თვისებებს ავლენენ და სწორედ ამიტომ თუ სად ჩაინერგება რა ადგილას, სხვადასხვა თვისება შეიძლება გამოავლინოს ამ და მათ შორის მავნეც. თუმცა მათ შორის მავნეც და მათ შორის შეიძლება იყოს ალერგენების ან ტოქსინების გამომუშავება გამოიწვიოს, რომელიც ძალიან ხშირად იყო ხოლმე ნახსენები სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებში. თავდაპირველად დღესდღეობით უკვე კვლევები უფრო შორს წავიდა, უფრო მეტი კვლევა გამოჩნდა ამასთან მიმართულებით და უფრო სხვა ეფექტებიც გამოვლინდა, მათ შორის ისეთი ეფექტები, როგორიც არის დაუშვათ შთამომავლობაზე გავლენა, იქ სხვადასხვა ანომალიების ისა და ასე შემდეგ. ეს დასაბუთებულია. როგორც ხალბატონმა დიანამ აღნიშნა, სამეცნიერო წრეებში დღესდღეობით არის ბოლომდე სამეცნიერო აზრი არაა ჩამოყალიბებული ამასთან დაკავშირებით. დაახლოებით 50-50-ია არის როგორც უარყოფითი ეფექტების მაჩვენებელი კვლევები, ასევე თავდაპირველად რატომ გადაწყდა? ესე იგი რაღაცა პრობლემის წინაშე იდგა კაცობრიობა თუ რაღაცა ძალიან პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ რამ განაპირობა ვთქვათ, საექსპერიმენტო ლაბორატორიიდან უფრო ფართო სპექტრში გამოსვლა იმისებით, იმიტომ რომ რთული პროცესია, twin სიჭყლიდან მეცნიერები რაღაცა ხო, ესე იგი რაღაცა პრობლემის წინაშე ვიდექით, მართლა სურსათის ნაკლებობის წინაშე ვდგავართ, შორს მერე და თქვენ რატო გახდა უცილებელი კარტოფილ და ეყინა გამძლეობა? შევხედოთ ამ პრობლემას ყველა მხრიდან და პირველ რიგში დავსვათ შეკითხვა, ვინ შემოგთავაზა საერთოდ ეს ტექნოლოგია და რატო? ანუ ეს შემოგთავაზა ყოფილმა ქიმიურმა წარმოებებმა, რომლებიც აგროტექნოლოგიურმა და ქიმიურმა კონცერნებმა, რომლებიც დაკავებული იყვნენ სხვადასხვა ქიმიკატების წარმოებით ამ იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში მოხდეს გამოყენება პესტიციდები, ჰერბიციდები, სასუქები, ნიტრატები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მას შემდეგ რაც სოფლიოში წავიდა ტენდენცია იქით, რომ საზოგადოებას აღარ უნდოდა ასეთი პროდუქტის მიღება და ძალიან ბევრი კვლევაც იყო, რომ ეს ქიმიკატები იწვევდა სხვადასხვა დაავადებებს, აგრეთვე ბუნებისთვის იყო საზიანო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკვე ამ კონცერნებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეეფუთათ ეს თავისი პროდუქტი და თავისი ბიზნესი ისე, რომ ეს ყოფილიყო, ასე ვთქვათ, მისაღები საზოგადოებისთვის და შემოგთავაზეს ეგრეთ წოდებული ბიოტექნოლოგია,
ბიოტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც გულისხმობს სწორედ აი ასეთი რაღაც შეცვლილი გენეტიკური ინფორმაციის მქონე მცენარეებს, ძირითადად თავიდან მცენარეებზე მიდიოდა ეს თეორია არ არის, ეს არის ფაქტი, ანუ ხედვა ყველა მხრიდან ამ პრობლემის. ძირითადი მხარდამჭერები სწორედ არიან ესეთი კომპანიები და სულ რამოდენიმე კომპანიაა ეს. ისინი ფლობენ დღესდღეობით სათესლე მასალის წარმოების 90%-ზე მეტ თითოეული მსოფლიოს მასშტაბით, ქიმიკატების წარმოების თითქმის 100%-ს და ასე შემდეგ. ახლა რა ყველაზე საინტერესო რა არის? ეს მცენარე, რომელიც მაგალითად გააკეთეს ასეთი კარტოფილი თუნდაც, რომელშიც ჩანერგეს ბაქტერიის გენი, ისე რომ კარტოფილი თვითონვე გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც კლავს კოლორადოს ხოჭოს. მოგვეხსენება რომ კოლორადოს ხოჭო არის მტერი, ხო, ამ კოლორადოს. თითქოს კარგი გამოსავალია, ხო, ძალიან კარგად, ესე იგი, გადაჭირდება ესა და თითქოს მართლაც კარგი ის შემოგთავაზა. სინამდვილეში აი ესეთი ამ ჩანერგილი გენით ყველა ნაწილში გამოიმუშავებს ის ხო ამ ტოქსინს. ჯერ ერთი რო კითხვის ნიშნები გაჩნდა მაშინვე რომ ხო არ იქნებოდა ადამიანისთვის საშიში ასეთი კარტოფილის მიღება და მრავალი კვლევა იყო ამის შემდეგ, რომელმაც დაადასტურა რომ მართლაც როგორც ასევე მოხარშულ და თერმულად დამუშავებულ კარტოფილში ეს ტოქსინი ნარჩუნდება და გარკვეულწილად ის. მეორე მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა საერთოდ სუფთა სოფლის მეურნეობის ეგრეთ წოდებული ორგანული მეურნეობის მიმდევრებს, იმიტომ რომ ბიტი ტოქსინი, რომელსაც ეს ბაქტერია გამოიმუშავებს, არის ერთადერთი ტოქსინი, რომელიც შეიძლება გამოიყენო ორგანულ მეურნეობაში, რა თქმა უნდა, დოზირების თვალსაზრისით და როდესაც ეს ასე ფართოდ გამოიყენება, უკვე ეს ორგანული მეურნეობა ვეღარ იყენებს ამ ტოქსინს. ანუ ერთი წუთით ახლა მე ცოტა მინდა რომ სკეპტიკური თვალითაც, იმიტომ რომ არ გეთანხმებით, მაგრამ მაინც გამიჯდა. თუ ეს ბიტი ტოქსინი ორგანულ მეურნეობაშიც გამოიყენებოდა და მხოლოდ რაღაცა ზომიერების ხო დოზირებას ამობ თქვენ, ესე იგი მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება ბატონო და ქალბატონო დიანა, რომ მანამდე ჩვენ ვართ იგივე მდგომარეობაში, მანამდე ჰერბიციდებით და ნიტრატებით და შხამქიმიკატებით გვწამლავდნენ ამ პროდუქტები, ახლა პატრა გენური ინჟინერიის რაღაცა პატრა საწუხარებელი თუმცა ნინო ოღონდ მასშტაბებს გააჩნია ეს ყველა ნაწილში არის, ანუ ეს ბიტიტოქსინით ისინი ებრძვიან მწერებს თვითონ და შეუძლიათ გაანადგურონ ეს მწერები თვითონ კარტოფილში ეს შემდეგ არ რჩება. ხოლო ხო ზედაპირს თუ არა ფოთლებზე თუ არა ბოლქვებში ეს არ რჩება. ხოლო როდესაც ეს ხდება გენური ინჟინერიის საშუალებით, აქ უკვე ყველა ნაწილში არის. და რაც თავარია შემდეგ ის რომ ამ ხოჭოს ძალიან მალე გამოუმუშავდება შეგუებულობა ამ ბიტიტოქსინისადმი, იქიდან გამომდინარე რომ იგი ადვილად მუდმივად არის მისი ზემოქმედების ქვეშ და მისთვის ეს უკვე უცხო აღარ არის და შესაბამისად უკვე მაინც საჭიროა ძალიან დიდი თქვენც რომ არ მოიწყინოთ ასე ვთქვათ, თქვენ მინდა იცით რა აგვიხსნათ, რომ როდესაც საუბარია კი ეს უკვე არასასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ ბატონი გიორგისგან. კიდევ უფრო სახიფათო ინფორმაცია, როდესაც რაღაცა სიტყვა შთამომავლობა ახსენეთ, ხო? რაღაცა ისეთი უკვე რეალური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. ნუ მოწევა რო კლავს ვიცით, მაგრამ მაინც ვეწევით, ვთქვათ, ნიტრატიან პამიდორსაც ჭამდით, მაგრამ ეს უფრო საშიშია, ვთქვათ. ეს კვლევები ისეთი მოცულობისა და ისეთი დამაჯერებლობისა უკვე რომ აი ესე განგაში უნდა შემოვკრათ თუ კიდევ კვლევის პროცესში? არა, რასაკვირველია, კვლევა გრძელდება. ნებისმიერი მოდიფიცირების დროს უნდა ჩატარდეს კონკრეტული კვლევა. მაგრამ ის რაც უკვე არსებობს სამეცნიერო ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან მკაცრი აკრძალვა ამ შედეგების გამოქვეყნებაზე, ძალიან იზღუდება ეს შრომები, მიუხედავად ამისა მაინც აღწევს, იმიტომ რომ მაგალითად იაპონიაში თუ ვერ ვაქვეყნებ, აქ შემიძლია იმ ქვეყანაში გამოვაქვეყნოთ და სწორედ ერთ-ერთი იტალიელი მეცნიერი ქალბატონის შრომა იყო, რომელმაც გამოკვება გენმოდიფიცირებული სოიოთი თეთრი ვირთაგვას შთამომავლობა და ეს შედეგები რაც მიიღო მან გამოაქვეყნა იაპონიის სამეცნიერო ლიტერატურაში, იმიტომ რომ დავუშვათ, ანუ ეს შრომები მაინც ქვეყნდებოდა, შედეგები ბევრი ლაბორატორია სასწრაფოდ დაიხურა, რომელმაც ძალიან სერიოზული შედეგები აჩვენა. შედეგები არის ძალიან უარყოფითი, რასაკვირველია. პირველი და ის იმთავითაც ცნობილია, რომ ეს ორგანიზმები საბოლოო ჯამში არის მე რამდენიმე 1-2 თაობის შემდეგ უნაყოფოები ხდებიან.
აი ეს ცხოველებიც კი ესეა, იმიტომ რომ ეს ჩადებული იყო, იცით, აქ არ არის პრობლემა მარტო ის რაც ითქვა. პრობლემა ეს ერთი პრობლემა, მეორე პრობლემა ის არის, რომ აქ სხვა მომენტი მუშაობს. არ არის რომ ეს მხოლოდ მცირე რაოდენობით საკვები გაქვს. არ არის საკვების სიმცირე ამ წუთში ისეთი სიმცირე, რომ აი ახლა ჩვენ აუცილებლად რაღაცა ისეთი უნდა შევჭამოთ. ჩვენ გვაქვს ასეთი საშიშროება, რომ ჩვენ როდესაც შემოვიტანთ ასეთ ტესტს, რომელიც არის გენმოცოცხალი, გენმოდიფიცირებული, მაგალითად ხორბალი, ხო? ჩვენ ამის შემდეგ, ჩვენ ხორბალს შემდეგ იმ ხორბლის მიღებულ თესლს ვეღარ ვიყენებთ სათესლე მასალად. ხო, ეს და გამოდის, რომ ჩვენ პერმანენტულად ვიქნებით დამოკიდებულები მომწოდებელ ფირმებთან, ანუ უცხო ქვეყნებზე, რომლებთანაც უნდა შევისყიდოთ ეს თესლი, ანუ საკუთარი თესლი. და თქვენ იცით, რომ საქართველო აგრარული ქვეყანა იყო ისტორიულად და ჩვენი ხორბლის თესლი მე-12 საუკუნის იპოვეს და გაიტანეს გერმანელებმა და ის თესლი შეფასდა და ისეთი მდგრადია და ისეთი ჯანსაღი და ჩვენ რატომღაც უნდა შემოვიტანოთ ის, რომელიც შემდგომში არ გამოგვადგება, მხოლოდ იმიტომ, რომ არის პირველ თაობაში უხმოსავლია. ერთი რაღაც უბრალოდ შთამომავლობის თემას მინდა დაუბრუნდე, რაღაც უშვილობის მომენტი ახსენეთ. კარგი, თქვათ შემოვიტანეთ ეს ხორბალი. ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ მე ეს ერთი სეზონი მივირთვი ეს ხორბალი და ჩემი შვილიშვილი აუცილებლად უშვილო იქნება, ხო? ამას რაღაცა ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს. აი, შეგიძლიათ აი ეს ვადა აი, ამ ვადებთან დაკავშირებით სწორედ იმიტომ არის აზრი გაყოფილი მეცნიერთა, რომ ვისაც არ ხელგვეწიფება ვაწარმოოთ ასეთი კვლევა, მაგალითად საქართველოში ეს სრულიად არარეალურია, თუმცა კი ჩვენ შევთავაზეთ სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინ, რომ აი ეს გაუთავებელი. ეს არის დაახლოებით 18-20 წლიანი მარათონული ბრძოლა. იმ ადამიანებთან ვინც ცდილობენ, რომ თავს მოგვახვიონ ამ ორგანიზმების შემოტანა და მწვანე შუქი მივცეთ ამას, რომ საჭიროა აუცილებელია. აი ეს 18-20 წლიანი მარათონული ბრძოლა თითქოს შარშან რაღაც სიკამდე მივიყვანეთ და დაიწერა, შეიქმნა კანონპროექტი, რომელმაც სასახად აკრძალა, რომელთაც იგრძალება გარემოში მათი ინტროდუქცია, იმიტომ რომ ის რომ ბიომრავალფეროვნებას ანადგურებს, ეს უკვე თვითონ წარმოებელმა ქვეყნებმაც აღიარეს. და დღეს შეერთებულ შტატებში მილიარდები იხარჯება იმაზე, რომ 75% დაკარგეს თავისი ბიომრავალფეროვნება. ანუ ჩვენ შეიძლება რაღაცა ჯიშები დავკარგოთ. ჩვენ შეიძლება კი არა უკვე ბევრი დავკარგეთ. ანუ აქ არის საშიშროება. ერთი ჯანმრთელობაზე რისკები და ბიომრავალფეროვნების განადგურება, ეს უკვე აღიარებულია. ამაზე არც დაობენ 1992 წელს ევროპული ეს რიო დე ჟანეიროს ხელშეკრულებაშიც იქ წერია, ცალსახად წერია, რომ პოტენციური რისკები არსებობა აღიარებულია. ეხლა გიორგის მინდა ბატონ გიორგის მინდა უთხრა. აი ისეთი ინფორმირებული ხართ ასეთი საშიშროების წინაშე. აი ხო გისმედით და ვფიქრობდით, ხო? მარტივ რაღაცას. მე მოვიყვანე აი მიკროსკოპულ მოდელს. ქართული ჯიშის პამიდორი, რომელიც მე ვთქვათ გამოვართვი ყველასთვის ნაცნობ ზურას შევარდნაძეს, რომელიც უფრთხილდება და თესლებით ამრავლებს, მე გავამრავლე, მივეცი ჩემ მეგობრებს, თუნდაც აივანზე, თუნდაც ხო ჩითილი. და რატომ არ ხდება პროპაგანდა, პოპულარიზაცია ჩვენი ქართული ჯიშების, ბოსტნეულის, თუნდაც ხორბლის, არ ვიცი რაღაცის და წახალისება, იმიტომ რომ კი ვართ ისტორიულად, მაგრამ მე მგონი მხოლოდ ისტორიულად ვართ. კი, მაგრამ მე ვიცი, რომ საქართველოში არსებობს ბიომრავალფეროვნების ცენტრები გარკვეული, რომელიც რაღაცა მეურნეობებს აწარმოებენ ძველი ქართული ჯიშების გადასარჩენად. ეს არის ბიოლოგიურ მეურნეობათა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ბიოფერმებს და ცდილობენ, რა თქმა უნდა, რომ შეინარჩუნონ ეს ქართული ჯიშები, რომელიც თქვენ ახსენეთ. თუმცა ამას ესაჭიროება ალბათ უფრო ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან სათანადო პოლიტიკური ნება, რომ
რეალურად მივიღოთ ბოლო-ბოლო გავერკვეთ რა გვინდა ქვეყანას, ჩვენ გვინდა რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ეს ბიოლოგიური მრავალფეროვნება და აგრობიომრავალფეროვნებაც ასევე და ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ამით დავიჭიროთ ნიშა საერთაშორისო ბაზარზე, რაც უფრო რეალისტურიც არის და უფრო მოგებიანი შეიძლება იყოს ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ რაოდენობრივი თვალსაზრისით რაც არ უნდა გენმოდიფიცირებული კულტურები დავმერგოთ, რაც არ უნდა ქიმია ვიხმაროთ და ასე შემდეგ, მაინც ვერ მოვიყვანთ რაოდენობრივი თვალსაზრისით იმ რაოდენობის პროდუქციას, რომ კონკურენცია გაუწიოთ იგივე შეერთებულ შტატებს, არგენტინას, ბრაზილიას და სხვა მსხვილ მწარმოებლებს, რომლებიც მონოპოლისტები არიან ამ და მეორე კითხვა, რა თქმა უნდა, რა გვინდა, მაგრამ თუნდაც გვინდოდეს და თუნდაც კარგი პოლიტიკოსებს ჰქონდეთ ეს აზრი, მე უბრალოდ მინდა უთხრა, რომ ეს ვერ დავიჭერთ იმ ნიშას, ვიქნებით დანამატი ვიღაცის რომელიღაც კომპანიის, რომელიცაც როცა მოუნდება მოგცემს იმ სათესლე მასალას და მოვიყვანთ, როცა მოუნდება არ მოგცემს, ვიქნებით ასე ვთქვათ ხელცარიელი და ხელმოწარული, იმიტომ რომ ვერ მოვიყვანთ საერთოდ ვერაფერს. მეორე ალტერნატივა არის რომ მოვიყვანოთ აი ეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ბიოლოგიური მეთოდებით და ამით დავიჭიროთ შხამქიმიკატები ვახმაროთ. თუ ეს დაშვებული გარკვეული დოზირებით ორგანომეურნეობაშიც არის გარკვეული შხამქიმიკატები, რომელიც ბიოდეგრადირებადია, ის დაშვებული არის. მაგრამ და ის ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო და ეს პოლიტიკური ამ მომენტში აკრძალულია შემოტანა თუ არა? ეხლა შემოდის განსახილვად შედის კანონი, რომელზეც ჩვენ ვიმუშავეთ, აი გიორგიცი იყო იმ სამუშაო ჯგუფში, მეც და ბევრი მეცნიერი იყო იქ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენთვის ნათელი გახდა, აი რომ ეს კანონი რაც ჩვენ მაშინ ჩამოვაყალიბეთ პროექტი აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვნად შეუცვლიათ. ერთადერთი რაც დარჩა ძალაში ეს არის გარემოში ინტროდუქციის აკრძალვა და კიდე ძალიან ისეთ იყო შემოტანილი ის რომ კანონს დაარქვეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული და სულ გვერდით ცალკე დარჩა ეხლა ამ კანონ გარეთ რჩება პროდუქტი რომელიც ამ ორგანიზმების საფუძველზე არის დამზადებული და ის ფარმაცევტული მედიკამენტები, რომელიც ის სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მზადდება, აი თქვენ ახსენეთ, სანამ ჩვენ შემოვიდოდით, რომ იყენებენ ამისთვისაც. აი ეხლა ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ ეს კანონი ეხლა შეაჩერეს, განსახილვად იყო გადაცემული და როგორც ჩვენ გითხრეს, შეჩერდა, იმიტომ რომ თავიდან ის კი არა რომ თავიდან უნდა დაიწეროს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად არის გადასამუშავებელი. იცით, ახლა როგისმენთ ძალიან მომინდა რომ თქვენი ასე ვთქვათ, აზრის ოპონენტებისთვისაც მომესმინა, იმიტომ რომ თქვენ როგისმენთ, ხო, იმდენად ნათელი და დამაჯერებელია და ერთმნიშვნელოვანია ყველაფერი, ძალიან დამაინტერესა, რითი ასე ვთქვათ, ჭალებში გაიმართლებდნენ ან რა ასე ვთქვათ, რა არგუმენტებს იტყოდნენ საპასუხოდ. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ ჩვეულებრივ გენმოდიფიცირებულ მოკვდავებს. დღეს თუ შემოდის ესეთი პროდუქტი, სამი კითხვა უნდა გავაერთიანო. გვაქვს თუ არა რამე ლაბორატორია, სადაც შეიძლება ამის შემოწმება და როგორ უნდა გამოვიცნოთ? უმიკროსკოპო თვალებით ჩვენ ცხვირის დაგნოსვით, რა თუ შეგვიძლია ეს ვიზუალურად ვერ განასხვავებთ, ეს ერთი. ამ კითხვაზე პასუხი მოიხსნას, იმიტომ რომ არავის არ შეუძლია ვიზუალურად. ამისთვის უნდა ჩატარდეს გენეტიკური ანალიზი. რომელიც საქართველოში რეალურად ეს რასაც სეკვენირება ქვია, ანუ გენების თანმიმდევრობის განსაზღვრა. ასეთი ხელსაწყო საქართველოში არ არსებობს. არის ესეთი პოლიმერაზების ჯაჭვური რეაქციის, რომელიც გარკვეული მონაკვეთების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ეს არის, მაგრამ უფრო არის კვლევით დაწესებულებებში, აი ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტში, მაგრამ რამდენადაც ეხლა ჩემთვის ცნობილი გახდა იხსნება ახალი ლაბორატორია. ჩვენ სხვათა შორის როცა ის კანონ პროექტი იწერებოდა, მოთხოვნა ჩავდეთ, რომ თითო საბაჟოზე, თითო გამშვებ პუნქტზე, საზღვარზე იყოს ასეთი ლაბორატორია, მაგრამ შევთანხმდით მხოლოდ ორზე, იმიტომ რომ მაგრამ ეხლა არ ვიცი საბოლოო ჯამში რამდენს გახსნიან, მაგრამ ამ ლაბორატორიების გახსნაც ძალიან ფრთხილად არის ეს ყველაფერი გასაკეთებელი, იმიტომ რომ იქ ექსპერტები ძალიან სერიოზულად არის მოსამზადებელი. ეს არის ძალიან ძვირადღირებული მეთოდიკა, ძალიან ძვირადღირებული აპარატურა და თანაც ერთი ასეთი ლაბორატორია ამით ვერ შექმნის საქართველოს. და მე მგონია რომ თუ ეს ყველაფერი სახელმწიფოს იმაზე უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე უჯდება, თუნდაც იმ გენმოდიფიცირებული თესლების შეძენა
რა ვიცი, მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი. არა, მაგრამ ისეთ რა საპასუხოდ ხო უნდა ვიყოთ და თუ ჩვენ დღეს გვაქვს ამის აუცილებლობა, რომ შემოვიტანოთ, იმპორტი გავაკეთოთ საკვები პროდუქტის, ხო? ვთქვათ და აკრძალვა რომ მივიყოთ ამ კანონით და არ შემოუშვათ, დავაყენოთ ის აპარატურას, ლაბორატორიებს, კარტოფილი არ შემოვიდეს, პომიდორი არ შემოვიდეს, ჩვენ ხომ მზად უნდა ვიყოთ, რომ ასე არ შევახსოთ ეს დანაკარგი რაღაც. რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო კონვენციების ხელმომწერი ქვეყანა და ევროპულ ასოციაციებში ვართ გაერთიანებული, ჩვენ სრული აკრძალვის უფლება არ აქვს, ეს არის იურისტების განმარტება. არ გვაქვს სრული აკრძალვის, მაგრამ ყველა ამ ხელშეკრულებაში არის ჩადებული ისეთი მუხლები, რომელიც გონივრულად შეიძლება თუ მიუდგებით და სწორედ გამოვიყენებთ. ჩვენ ბევრი რაღაცა შეგვიძლია, აი ჩვენ რას ვაკეთებთ? კი ბატონო, აკრძალვას ინტროდუქციისას მივახციეთ, ხო? ინტროდუქცია რა არის? ინტროდუქცია გარემოში დათესვა, რომ არ გავანადგუროთ ბიომრავალფეროვნება. როგორ მოვიქცეთ საკვებ პროდუქტთან მიმართებაში. აი გვეუბნებიან ეკონომიკის სამინისტრო მაგალითად ამბობს, რომ არ ყოფნის საკვები. მაშინ ჩვენ ვსვათ საკითხს ასე. მოდით, შემოვიტანოთ პროდუქტი, არა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, როგორც არის ტუბერი, ხორბალი, პომიდორი და ასე შემდეგ. ის რაც შთამომავლობას მოგცემს, ხო? იმას ნუ კი შემოვიტან და იმას ნუ კი დავდებთ დახლებზე. მიუხედავად წარწერისა და ყველაფრისა. ეხლა არის უკვე იქამდე შეთანხმება მისული, რომ ცალკე გამოიყოფა დახლები, ექნება დიდი ასოებით ზემოდან წარწერა. ალტერნატივა მაინტერესებს, ალტერნატივა არის შემოვიტანოთ არა ესენი, არამედ შემოვიტანოთ მათ საფუძოზე დამზადებული პროდუქტი, არა პომიდორი, არამედ საწებელა იქ მარინადებს რო ვეძახით ხო აი გეტყვით რა არის საშველი როდესაც თქვენ შემოვიტანთ პროდუქტს მხოლოდ ჯერ ერთი ამ პროდუქტს დაედება ძალიან დაბალი ფასი უნდა დაედოს და გაუკეთდეს უნდა აუცილებლად ეტიკეტირება თქვენ როგორ ფიქრობთ საქართველოში ეტიკეტში ეწერება რომ ის არის დამზადებული მოდიფიცირებული საქართველოში როგორი კულტია, მოზარდი ორგანიზმი, ფეხძიმე, ქალბატონი და ასე შემდეგ. შეეცდებით თუ არა, უბრალოდ თქვენ თავს კითხეთ, შეეცდებით თუ არა, ყველა შეეცდება თუ არა, რომ თუ კი მას ამის საშუალება აქვს, რომ აირჩიოს. რა საკვირველია. მაგრამ თუ ჩვენ შემოვიტანთ ცოცხალს და დავდებთ დახლებზე, აი ჩვენ ახლა საუბრობთ. იმას ეტიკეტს ვერ დავართ. იმას არა, ეტიკეტი კი აძლევს, მაგრამ ვერ დავიზღვევთ თავს, რომ ვიღაცა რომ შეიძენს, როგორ გავაკონტროლოთ, ის გაიტანს ამას ბუნებაში და დათესავს თუ უბრალოდ სახლში საკვებს დაამზადებს, საჭმელს დაამზადებს. და ამაზე პასუხი იყო ასეთი, რომ ჩვენ მერე გავალთ ველზე, ფერმერებთან, გლეხებთან და ამოვიღებთ სინჯებს და ანალიზს გავაკეთებთ. ეს არის ისეთი არ არის რეალისტური განცხადება. საქართველოს პირობებში კი არა, არც ერთი ძალიან განვითარებული ქვეყანას არა, ეს არა განხორციელებადია, უფრო რეალისტურია, რომ ცოცხლად შემოვიტანოთ არა ხორბალი, არა და ფქვილი, რა მოხდა, რა არის პრობლემა. აი მე ვერ ვიგებ, რატო არის ეს პრობლემა. გვიჭირს, გვაკლია, ну როგორც გვითხრას, ხო? პომიდორს მარტო ტომატით ვერ ჩავანაცვლოთ. ერთი მომენტი რაც არის. პომიდორი მივირთვათ ნინო ზაფხულში. როდესაც ბუნებრივად ხარობს იზრდება და გვაძლევს ნაყოფს და სულაც არ არის აუცილებელი იანვარში მივირთვათ ეს პომიდორი და თავი მოვიტყუოთ რომ სუფრაზე გვაქვს კიდევ და პომიდორი და კაბა გაიხსენეთ რომ არავინ მაგას არ ჭამს იმიტომ რომ ან შხამ ქიმიკატებით არის ქიმიკატებით არის გემო აქვს მოკლედ რომ თქვა და რა გვინდას აი ვის ვატყუებთ როცა ვამბობთ რომ გვექნება ზამთარში პომიდორი რატო ზამთარში არა მაგრამ ზაფხულში ხო იყიდება ეს პლასმასის პომიდორები და უფრო იაფია ჩვენსაც დავთესავთ რაც უკვე მე ძალიან კარგად ვიზობ ზურა და მინდა უბრალოდ არ მინდა შეგაშინოთ მაგრამ თქვენ ზურა შევარნაძე ახსენეთ რომ ის ჩემი სტუდენტი იყო და ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ მაგრამ თქვენ დარწმუნებული ხართ რომ მას ის თესლი აქვს პომიდორის რომელსაც თქვენ კი აბსოლუტურად იმიტომ რომ ესეთი ქართული ჯიში ეს ხარისგულა ქართული ჯიში ვიზუალურად კიდე ერთხელ გთხოვთ არასოდეს არ შეაფასოთ ისა სცენარე ეს თუ ზურას აქ გაკეთებული გენეტიკური ანალიზი და იცის
მაშინ შემთხვევაში კი ბატონო. აი ეს არის მთელი პრობლემა. ცოტა შეთქმულების რაღაცა გლობალური შეთქმულება და ისეთი არ არის გლობალური შეთქმულება. არც ერთი პამიდორის არ უნდა მჯეროდეს დედამიწის დაკავშირებით სწორედ ეს არ არის ნივთი. მე უბრალოდ გაფრთხილებ. შეიძლება აიღო და გადააგდო ან გაანადგურო. ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მრავლდება, ვრცელდება და დამტვერვის საშუალებით გადაეცემა. თუ ვინმე განმეორებადი არ არის. მე ხო არ შემიძლია ერთი შემდეგ იქიდან კიდე ავიღოთ ეს რიდა მაგრამ ისინი მოხიდიან მისი ეს გენეტიკური მასალა შეიძლება გადაეცეს სხვა მონათესავეს სახეობებს და ასე ამის საშუალებით კიდევ გავრცელდეს. ანუ ერთხელ რახან დაითესება ეს პომიდორი იქნება თუ რაც სიმინდი თუ ასე შემდეგ, იგი შემდეგ მეზობელ მინდვრებშიც ვრცელდება. დამტვერვის საშუალებით იგივე თესლი შეიძლება წაიღოს ფრინველმა ან სხვა ცხოველმა და გავრცელდეს და ჩავარდეს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სწორედ ესაა საშიშროება, რომ ამის შემდეგ უკვე გაჩერება და უკან გამოხმობა ბუნებიდან ფაქტურად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ კონტროლი საკონტროლო ზონები და რისკების სათანადოდ შეფასება, ანუ გვიღის კი ამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მოვიქცეთ გონივრულად და როცა არსებობს რისკები, რაც შეიძლება გონი მოუწოდოთ, იმიტომ რომ მე სიმბოლურობაში გამოიხატება, წავიდე ბაზარში. ტომატი იყიდო, პამიდორს მაგ. თქვენ მარტო ვერ გადაწყვეტავთ, მაგრამ საზოგადოების აზრი, თქვენ როცა არ იყიდით იმ პროდუქტს თავისთავად არა, როცა იქნება ეტიკეტირება, თქვენ მას აღარ იყიდით, მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად სიღატაკის ზღვარზეა, ან მის დაბლა, ხო, ჩვენ მას ვერ აუკრძალავთ, რომ შიმშილით 20 წლის ასაკში მოკვდეს ადამიანი, როცა შეუძლია რომ დაუშვათ 60 წლამდე მაინც იცოცხლოს. ეს არის მისი არჩევანი, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ უნდა წავართოთ ადამიანს. მე როგორც ხვდები ეს თემა, მე კი რაღაც ცოტა ჩავქრი და მოვიღუშე, იმიტომ რომ გამოსავალი ჩემთვის გამოსავალი ვერ დავინახე, მაგრამ შეგრძნება მაქვს მე. მაგრამ ამ თემას თუ კი თქვენი ოპონენტები ჩათვლიან საჭიროდ, აუცილებლად გავიმეორებთ და შევეცდებით რომ დავუთმოთ ღია ეთერი, იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს სახელმწიფოს მიმართულება როგორია ამ მხრივ, რაც პრინციპში განაპირობებს ჩვენი კუჭის იმიტომ რომ აი როგორც დავიწყეთ საუბარი, რომ 50% მომხრე 50 წინააღმდეგი თქვენი საუბრიდან ზუსტად ასეთი 50-50-ზე დამრჩა. ესე იგი, ვინც სიღატაკის ზღვარზეა, იმან დაეჭა მოზგენმოდიფიცირებული. არა, ნუ ეს ზოგადად და ვისაც შესაძლებლობა შეიძლება მე უფრო შეჭამოს იმან ჭამოს სუფთა და ბიოლოგიური. უნდა ვეძებოთ ერთად, თქვენთან ერთად, თქვენ ოპონენტებთან ერთად. ხილად უნდა ვიყოთ და ცალსახად არ თქვათ, რომ ისინი ერთ-ერთი ოპონენტების აზრი იცით რა არის, ნინო? აი პირდაპირ გეუბნებია, რომ სელექცია რა არისო? სელექციით ხო ხდება შეჯვარება და მიიღება. აი ეს არისო დაჩქარებული სელექცია. ვერაფრით ვერ გავიზიარებთ, იმიტომ რომ სელექცია ხდება მონათესავე ან ერთი და იგივე სახეობის ორგანიზმების და აქ ხდება ბაქტერიიდან ადამიანში და ასე შემდეგ. არ გამიკვირდება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ყველანაირ დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ დიდი მადლობა და დაგვენით რომ კიდევ მოხვათ და გავაგზავნებთ. ოპონენტები მოიყვანეთ. სიამოვნებით. არა, მე ვიკითხებთ, ვინ იქნება. თქვენ დაგვეხმარეთ ოპონენტები. სიამოვნებით, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავუწევთ ოპონირებას, იმიტომ რომ პროფესიონალები თქვენ ახართ. სამაგერით ჩვენ შევეცდებით ახლა ოპონირება არა, მაგრამ დაუმეგობრდეთ და რაღაცა საინტერესო ისტორიები გავიგოთ. ყველასათვის საყვარელი ადამიანისგან ბაადურ წულაძეა ჩვენს მთავარ როლში შემდეგ ნაწილში.